დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ნიკა მელია არის ჩვენი სტუმარი. თითქმის ინტერვიუს ეხლა შევეცდებით ავიღოთ ნიკასგან. ძალიან ბევრი საინტერესო თემა რა, რაც ხდება და რით დავიწყო არც კი ვიცი. პირველი დავიწყოთ ამით, მოდი. ეხლა რა თავარი ნიუსი დღის რაც არის ეს მოლაპარაკებები, რომლებიც არ მიმდინარეობს, მაგრამ გრძელდება. კი, საგიჟეთი ვაღიარებ. ეხლა არ მინდა ესე გაიგო რომ ეხლა ჰაი ახან იქ ვარ და მონაწილეობას ვიღებ, აუცილებლად უნდა ვთქვა რომ მართლა მოლაპარაკება არის. ნუ მიდის და უბრალოდ კოცნებას აქვს ის მდგომარეობა, სადაც რაღაცაზე უნდა შეთანხმდეს, რომ ამერიკელებთან, ძირითადად ჩვენ სხვა პარტნიორებთან რაღაცა პინათელი გამოვიდეს ამდენი ტრამვის შემდეგ, ტრამვების, ის საკითხია, ვის ვინ უფრო მეტი ტრამვა მიიღო ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ ნუ უნდა ცვლილება საარჩევნო სისტემის, მაგრამ არა ისე როგორც ჩვენ გვინდა რა, ხალხს როგორც უნდა რა. რაღაცა უნდა ცოტა შეცვალოს და ის რაღაცა ცოტა რო შეცვალოს, იმაში შენ დაეთანხმო, გამოდის რომ ანუ ამათვისაც არ არის გასავარდებელი. ეხლა არის ბოლო შემოთავაზება არის 115-35 თუ 140 ჯერ კიდე ფეხს არ უცვლია. ხო და თავარი ეხლა მე ასე ვთქვი, თავარი რომ უკან არ დავიხიოთ რა. ხო, ცხადია. თავარი არის ეხლა რომ უკან არ დავიხიოთ. იმიტომ რომ ეხლა ის რაღაცა ყადაღებული რაღაცა 40% ჩამკეტი პატარა უკანი არის, ეხლა ის უბრალოდ გაუგებარია, სიმართლე გითხრა, ვერც გაიგებს ბევრი რომ აუხსნა რა. მაგრამ ეს არის მათი სურვილი, ხელისუფლების. და ჩვენი სურვილი რა არის? ჩვენი სურვილი არის, რომ ჩვენ თუ კიდე მოდიხარ აზრზე და ათვიცნობიერებ, რომ პროპორციული უკან წაიღე დაპირება, მიიტაცე, მე დაგვიჭირე ლიდერები ოპოზიციაში და მივხვდი, რომ მოკლედ რაღაცა შეცვალო, მაშინ ნუ გონივრული უნდა იყოს შემოთავაზება, ხო და არა იქ რაღაც სისულელეები. ამიტომ ეხლა ამაზე წამოვლე და დარჩება არსებული საარჩევნო სისტემა და ამით გავვათ, მაგრამ კი გეტყვიებ თავარი სადარდებელი ოცნებას რა აქვს რა. თავარი სადარდებელი ოცნებას აქვს შემდეგი, რომ აი კონსტიტუციაში წერია, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა და მესაჭიროება ქვეყანაში გახდა 2020 წლის შემდეგი ეგრევე, ის უკვე არის პროპორციული. აჰა. ეგ გადარდებს ყველაზე მეტად. მაგრად არ აინტერესებს ეხლა 67-63-იც. კი, რა თქმა უნდა, ეხლა აწუხებს უკვე, იმიტომ რომ სერიოზული წენეხის ქვეშ არის ამერიკელებისა და ევროპელების მხრიდან. მაგრამ აი ის ჩანაწერი კლავს. და რა აი აყურებს ვაუხსნა, მაგალითად აი ფიქრობს და ეს ამაზე ნამჟელია. თუ გავაყალბე, ხო. და აი მიშა მშვიდაძემ ნუ წამასწრო რა და ამინახა როგორ ვაყალბებ და გააგებია ერს, ხო? ხო, ნუ ხალხი აღშფოთდება სამართლიანად. და მოკლედ შეიძლება მომაწვნენ და მითხრან რომ ახლა რევოლუცია და რამე კი არა, უბრალოდ ნუ აი არ ვენდობით ამარჩევნებს და მოდი ჩაატარე ახლა ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც უკვე უწერიათ რომ იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, სრულად პროპორციული. ეგ მაგრად არ აწყობს კი იცი. ეგ ყობახიძემ ჩაწერა ხო იქა? ეს თავის დროზე ეგ სალომონს ხო შეიკო თავი. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ყობახიძისნაირი არ უნდა ყავდეს პარლამენტის თავმჯდომარე. და კონსტიტუცია არ უნდა დააწერიო, დაგვხდება ბომბები მერე წინ. ხო, მივხვდი ხო, რას გულისხმობ. ეგადაც, ამიტომ ეს პროპორციების შეცვლა უნდა, ამ პროპორციების შეცვლაზე ლაპარაკობენ, მაგრამ პაკეტში უნდათ ასევე იმის შეცვლაც, რომ აი თუ კი ვადამდელის ჩანიშვნა გახდა აუცილებელი 2024 წლამდე. 2024 წლამდე პროპორციული არის. ისიც შევცვალოთო რა, ანუ აი ესეთი რაღაცა უნდა, წამოვიდო რა. სინამდვილეში ამას ეხა მე რასაც გიყვებით, ამას ხო ვერ იტყვიან. ხო, რა თქმა უნდა ვერ იტყვიან. მაგრამ ის ადარდებთ. იმიტომ რომ ეხა ენზელამ ყოიამა თუ გაბასლა ეხა არ ვიცი ასე კრაზი ან რაღაც მიაყენა ეხა ახალქალაქი რომელსაც საარჩევნოში ჩაყარა ხო ჯერ უამრავი დამკვირვებელი იქნება გამორიცხული ეხა სხვათა შორის ამას აღიარებენ არა მარტო მე ვაპარაკობ არამედ ყოფილი ქართული ოცნების დეპუტატებიც ამბობენ რა რომ ჩვენ ვურჩიეთო რომ ეს სისულელე რამ გაგაკეთებიათო იმიტომ რომ ბოლო ეხლაო თუ ამ უსამართლო საარჩევნო სისტემით თუ ქვეყანას გაიყვანთო ხო ხალხს ვერ დაამშვიდებთ და ეს დამშვიდება მერე თუ მოგინდებათ უკვე ვადამდელი არჩევნები და იქ ერხევათ, იმიტომ რომ ის იქნება პროპორციული, ეგ მთელი ამბავი რა. ხო, ნუ იქამდე მისასვლელია ჯერ კიდევ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი აქ დღევანდელ ვითარებას რო შევხედოთ რა, არის რა საინტერესო რა არის, მითხე ხო პროექტით რა აქვს, ეხა ქართულ ოცნებას. ხო ამბობენ ეხა ვითომ 140 რა. ისე სათავისოდ ეს ოლქები, ანუ 140 თუ იქნება, რა ასეშოს 40 მაჟორიტარული ოლქი იქნება 73-ის. თბილისში დღესდღეობით არის 22 ოლქი. ხო. თბილისში ეხა ეშინიათ რა მართლა ეხა თუ შეთანხმებით იქნება მithumetes მაჟორიტარი წაგირდეს რა, ანუ დიდ ქალაქებში ურჩიეთ გასაკუთრებით. ქუთაისში 3 მაჟორიტარია ბათუმში. ამათ ესენი ადგენენ
და თბილისში თავიანთი პროექტით 22 ოლქის ნაცვლად დაიყვანეს 5-მდე. და მაგალითად გააერთიანეს პროექტით აი გლდანის როგორც დიდი რაიონი დაძალავდით რომელიც ასევე ძალიან დიდი ანუ გლდანს აერთიანებენ ნაძალავდებთან სადაც 6 მანდატი უნდა თამაშდებოდეს მაგრამ ეხლა უნდა გაათამაშონ ერთი. არა ნახე ძალიან მარტივი არითმეტიკაა რა თუ ესე იგი პროპორცია არის 40 უნდა გახდეს 73 ხო? ანუ 2-ზე ნაკლებზე უნდა გაყო სადღაც 1/7-ზე 22-დან გამოდის სადღაც 14 მექანიკურად რო გაერთიანო რა 22-დან 14 მაინც უნდა მიიღო მაგრამ ისანს აერთიანებენ სამგორთან თბილისში ისანს აერთიანებენ სამგორთან ისანში ახლა 3-ია ხო რავი ეთქვა სამგორში 3-ია მაგრამ ნახე კი რა კიდე წავიდეთ რა დასავლეთში და ისანი სამგორთან რო გაერთიანდება დაახლოებით 270,000-მა თბილისელმა უნდა აირჩიოს ერთი დეპუტატი მაგრამ ამავე პროექტით მესტიაში ვიწია ჯაფარიძეს აირჩიეს 20,000 მომრჩეველი. მესტია არ გაერთიანდება ზუგდიდთან. არა, ცალკეა. არა, აი ცალკეა. ხო და მოკლედ ახლა ამ სიგიჟე ახლა მაგრამ ნახე არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ხო, რომელსაც უნდა იყოს თავის დროზე თქვა, რომ თანაზომადობის პრინციპი უნდა იყოს დაცული, ანუ მანდატიც რა, მეტაკლებად უნდა იყოს ერთი რა. ანუ არ უნდა იყოს სტომილება 100,000 ხო ეს პრობლემა ხო აქვს და უნდა კონსტიტუციაში არ ხუმრობ ეხლა არ ვიცი ვიღაც შეიძლება იფიქროს რომ ეხლა ნახევრად იმორსტული გადაცემა ხო არ ხუმრობ ხო ამათ უნდა ოლქებით ჩაწერონ კონსტიტუციაში ანუ ცვლილებას რომ მიიღებენ ინიციატივას მოახდენენ რომ იმ პრინციპთა შესაბამისობაში მოვიდეს რა აი მაგრამ ამით მივხვდი რომ მაგრად ეშინიათ კიდევ უფრო რა ეხლა უნდა ეშინოდეთ აღარ უნდა ეშინოდეთ მართლა ეხლა თან აი სანამ შემოვიდოდი შენთან ვკითხულობდი ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბავს, რომ წინა კვირასთან შედარებით ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ქონება 180 მილიონი შემცირდა. აქტივები. აქტივები შემცირდა ბიძინას კორონავირუსის გამო. აი კორონავირუსმა გავლენა ივანიშვილის ქონებაზეც იქონია ქართულმა მილიარდერმა 180 მილიონი დაკარგა. აი 1 საათი წინ დაიდო. სოფლიოს იმ უმდიდრესი 499 ადამიანის მსგავსად ხო, მოკლედ ერთ-ერთი არის ბიძინა რა. მე მგონი მაინც არ გვინდა კორონავირუსი. ხო, არ გვინდა ისე რა უბედურ დღეში ოპოზიცია წამოდი ვარ თუ პროფესორი კორონავირუსის იმედზეც რო იქნები იმ თვალსაზრისით რომ იქნებ ცოტა პური დარჩეს რომ ნაკლებად მოისყიდოს ვიღაცა რა. ეგეც ხო არის, მაგრამ ნუ ფაქტი ეხა რეალობა ეს არის. ერთი სიტყვით მიდის ბაგირის გადაწევა ეხა. შუაში არიან ეს ელჩები. ხო. ელჩები რას ამბობენ? ელჩების განწყობები არის საინტერესო. იქაც როგორ არის, იცი? ბერს გუწფელად ბერს უნდა გუწფელად. რა თქმა უნდა რაღაცა წვრილი შეიტანოს მე ხა ამათ მისია ეწურებათ ხო ეხა ბოლო რეალურად ხო არის მათი თავარი ამოცანა რომ ქვეყანაში სადაც ისინი ასე თქო სახურობენ ელჩად რაღაცა ხელშესახების შედეგი დადო ხო და ეს იგრძნობა მაგრამ რამდენიმეში ეხა არ იგრძნობა რა მე არაერთხელ მithwe ხა არ მოვერიდები რა განსტამაკს რომ უბრალოდ რაღაცა ნუ თავის დღის ეს რიგი აქვს იდეაში მე გეხმარება მაგრამ ის რო ვერ იქნება რა შეიძლება უფრო მეტად საქართველოს მოქალაქე რა ხო ბუნებრივია ქართული დემოკრატიის საკითხი პირველ რიგში ქართულ მოსახლეობას უნდა აღელვებდეს რა და ელჩები გვეხმარებიან იმიტომ რომ დემოკრატიული გამოცდილების ქვეყნებიდან არიან ეს ელჩები და კი ბატონო გვეხმარებიან მაგრამ ესენი ელჩები ჩემი აზრით არასწორია რომ იყვნენ პროცესის თავარი წამყვანები დემოკრატიის ერთიქნებიან ფასილიტატორები არიან შეუძლებელი ესე პოზიციას გაიგებენ მნიშვნელოვანი არის რომ დიალოგი იყოს და ლაპარაკობდნენ ერთმანეთს ყველა ექიმი ხო არ არის კარგი ექიმი ხო ყველა ექიმი ხო არა გულმოდგინე ასევია ყველგან რა შეთანხმების მიღწევის აბსოლუტი რომ იყოს ეგეთი მაშინ ამ ასოცირების მას ხო არ ჩაგვიგდებდნენ რა ესე რო იყოს რა ანუ მოსულა რა რომ რაღაცებზე ვერ შეუთანხმდე როცა რაღაცებზე ვერ თანხმდე ხო მაგრამ ძალიან გაგრძელდა რა ეს ამბავიც ეხა სხვადასხვა მენუშიც უკვე აღარ აქვს ხო რაღაცზე დაპატიჟა საუზმე იყო კი ყველაფერი აგე ერთი სიტყვით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები წარმომადგენელი ელჩები ქვეყანაში არიან მონდობებულები რომ შედგეს გონივრული შეთანხმება რა და არაგონივრული კი ბატონო
და რამდენად გამოვა, აგერ ნახოთ ერთი კვირა მაქსიმუმ. პოლიტპატიმრების თემა რამდენად არის მიბმული საკითხებთან და ძალიან მჭიდროდ რა. ძალიან მჭიდროდ და მიწებებულია მე ვიტყოდი. ჩემთვის პირადად ახლა შეუძლებელი არის, ხო? ხა მართლაც არაფრის გამოზის რამდენიმე ადამიანი საერთოდ. აი უბრალოდ, აი შენ რო გაგიყვანო ხა პირდაპირ ეთერიდან, ანუ მე ისეთი ამბავია, რატო ხო მაგალითად, მაგრამ აი ესე დაიჭირეს, ჩაუდეს გიორგისაც, იარაღი რუას ხო იქ ოქროშვილი უბრალოდ მაგა ადამიანი იდეა მე სულ ვამბობ მე კიდე მომედავებოდი რაზე რომ რაღაცა განცხადება გავამ განცხადებ თითქოს შეჭრას აპირებდა ხო გახსოვთ ხო და მაქვს აი ეს სამა ირაკლი ოქროშვილი იდგა სიცხე იყო თეთრი პერანგი ეცვა მე შინაგან საქმის სამეცნიერო ერთ-ერთმა მომენტაჟე უბრალოდ წითელი ის არის დაასმა შიანელის იმედზე ორჯერ დაატრიალეს ვაინახე დგასო და მორჩა პატიმარეთ ახლა ამ ადამიანების ციხეში დატოვება იქ იდგა მაგრამ სხვაგან ლაპარაკობდა არასო რაღაცეებს რუსთავი ორზე რა ეგ იყო ირაკლის დანაშაული ეგეც იყო კი ეგ მუხლი არ არსებობდა ახლა რა ვერ ასწრებს ეს პარლამენტი ყველა მუხლის შექმნას ბიზნესს რა ჭირდება თულია და ნუ მე აღმოჩნდა ამისთვის დაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თუ რას ზალადობრივი ჯგუფების ორგანიზება მაგით აღძრეს მუხლი და ირაკლი დაიჭერეს და მე ნუ იმ დღეებში სასწაულად გადავჭი კი იცი პერიპეტიები მე ვფიქრობ რომ იმ მიზანსიანამ გადამარჩინა შევეცოდი უბრალოდ ხალხს რა ამოგიხარ 92 კაცი გასამართლებს 8 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ყველა ხალხი და მე მგონი არ ხომ რომ გაჩუმებულიყვნენ და ხმა არ ამოიღოთ მაგასაც ვერ მიხვდა ხო განწყობები მნიშვნელოვნად შეიცვალა და იქ ამასობაში გახსოვს გავრილოვმა გაავრცელა განცხადება რომ ოპოზიციონერები დაისაჯონო მომისრო სულზე იმის განცხადებამაც მოსკოვიდან და ნუ მოკლედ დამადეს ეს რა და ირაკლის დამემართებაში სამწუხაროდ ხო რა ნუ გაბიდა მაგრამ ამით არა ყველაფერი დამთავრებული ჯერ წინ არის ყველაფერი კაცმა არის ცხადი ანუ ეს ამ მიმართულებით კომპრომისები გამორიცხულია რომ იყოს იცი რა ხო მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თვითონ ამ ადამიანებმა დაუშვათ ირაკლი ოქროაშვილმა შემოთვალოს რომ თუ დაუშვათ რამე ესეთი პრინციპული შეთანხმება გაქვთ მათ პროპორციულზე არა რა თქმა უნდა ეხა მე ვიყო აქ და არა ეს ჯერ ის ტყუიან ეხა მიშა რა ეხა შეთანხმება გასაგები არ არის აუცილებლად ჩვენი ხმა დარეგისტრირდეს იმ ტაბლოზე რა თვითონაც შეუძლია რომ ეს ყველაფერი გააკეთო რა ეხლა ხო არ გჯერა ხო იმის რიციც თითქოს უნდა და დაგვეჯერა რომ ეგ ვიღაცები გაჩიბერაიას ხმა არ მოიაზრება აქა არა და მეორე ყავთ ისა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი მოქმედი თუ იცი ხარაგაულის რომელი არის კობალ ურსმანაშვილი რა კობალ ურსმანაშვილი როგორ არის გაავრცელა განცხადება რომ მე პრინციპული ხარდამჭერი ვარ რომ სრულად მაჟორიტარული სისტემისო სრულად რა ანუ 50 რაც ბრიტანეთშია მაგრამ ახლა რასაც ვუყურებო ნუ მოითხოვსო სიტუაციაო ნორმალიზებასო და მზად ვარო რაღაცა კომპრომისზე წავიდეო მართლა გააკეთა ეს გუშინ განცხადება და ამის ვიღაც ჯერა ამიტომ თუ იქნება გონივრული შემოთავაზება რაც ეხლა მეტანაკლება დაახლოებული იქნება სრულად პროპორციულ სისტემასთან ხო გასაგებია გიჟი ვინ არის გასო ხო მესმის ახირება კი არ იქნება ჩვენ ამ მოლაპარაკებებში და ამ პროცესებში ცოტა არიან დაკარგული ახალი პარტიები ახალი პატარა პარტიები რომელთა როლიც ასევე მნიშვნელოვანი იქნება მე უკვე როცა საარჩევნო პროცესი გახურდება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ჯამურად რა და არის მზად ნაციონალური მოძრაობა ან შენ რომ მიდიოდეს საუბარი იმაზე, რისიც ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად რისიც ეშინია ბიძინას, ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ხომ არ ფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ამ არჩევნების მოგების სტრატეგია შეიძლება იყოს ეს დაპირება გაერთიანებული, ფართო გაგებით მართლა გაერთიანებული ოპოზიციისგან მომავლისთვის და ხომ არ იქნება ეს ცოტა სამართლიანი ამ პატარა პარტიებთანაც რა, რომ მათ მიეცეთ, არა, ეს ხო რეალურად ეხლა რაც ჩატარდება, ეს ხო არჩევნები არ იქნება რა. ერთის მხრივ ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაღაც ძალადობა, მოსყიდვა და ყველაფერი ის რაც ნახეთ აქამდე და მეორეს მხრივ აქეთა მხრიდანაც იქნება რეფერენდუმი ბიძინას გადარჩევნები იქნება რა და ხომ არ არის ლოგიკური რომ ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ის პარლამენტი რაც შეიკრება
არ იქნება შერჩეული იმ მიზნით, რომ შემდეგი 4 წლის მანძილზე რაღაც ეკონომიკური ხედვები ალაგონდა ამ მიმართულებით ქვეყანა წაიყვანო. იმიტომ რომ ამ არჩევნებზე ამაზე ხო არ იქნება საუბარი. შეხვედრებზე ეხა შენ თვითონ თქვი, ოღონ ალალად რა. აი ვარშავის გეგმაზე ლაპარაკობ ხოლმე ვინმესთან, რომ ეს ეკონომიკა და ეს ამბავი. იმიტომ რომ არ მოაქვს რა ეს თემები რეალობა სხვა რამეზე, ეს არჩევნები სხვა რამეზეა და მე ცოტა ესე ვხედავ რა, არ ვიცი, შეიძლება პრობლემებს უსწრებ. ხო არ დაგვეჩაგროს პატარა ეს რომ არ დაგვეჩაგროს პატარა პარტიები. მართლა ჩვენს ახლა იგივე თუ არსებული სისტემა რჩება მიშა გულახულად ახლა ჩვენ გავაცნობიერეთ როგორც სხვილმა პარტიამ ოპოზიციურმა ხო რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით ელასტიურები ჩვენ თუ არ მოვინდომებთ ამ ერთობის შენარჩუნებას ერთობა ვერ შენარჩუნდება იმიტომ რომ ხო ანუ მე დიდმა უნდა დათმოს ბევრი და მე ვფიქრობ რომ გონივრულზე მეტის დამთმობები ვართ იგივე ოლქების ასე ვთქვათ შეთანხმების თვალსაზრისით ხო ეხლა თბილისში თუ არის 22 ოლქი ჩვენ ვთქვით რომ ამ 22-ში ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს ნაციონალურ მოძრაობის ნახევარზე მეტი ხო, ეგ ხო ჩანს იქ არის რაღაც ოლქები, სადაც კარგი მაჩვენებელი ქონდა შედარებით ნაციონალურ მოძრაობის განვითარებას და ასე შემდეგ. სადღაც არა, ესე არ გამოვა ახლა სადაც კარგი მაჩვენებელი ქონდა ყველგან შენ დადგე გამიგე? ეგეც არ გამოგდის. არა, ნუ სადაც ანუ უსამართლო იქნება პატარა პარტიებთან მიმართებაში. ახლა სადაც მე ახლა თბილისში საერთო მიზანიც ხო არის ახლა რომ ყველა კანდიდატმა უნდა მოიგოს ნაციონალებისას და პატარა პარტიებსაც. მე და შენ ერთმანეთს თუ ვარ და ერთ ორბიტაზე თუ ვარ და ბიზინა მიგვაჩნია სახელმწიფოს ასე ვთქვათ, ნუ უზურპატორად არაკეთი მოსულეთ ხო როგორ შევიცვალე ეს აი ბილ შეფასებას ამერიკელ სენატორზე ბილი შეფასება მიეცი ახლა არ წავართოთ ერთმანეთს ხმები თუ არ წავართოთ აუცილებლად მოიგებს თბილისში ყველა ოპოზიციური კანდიდატს აქვს შანსი მოგების პირველ ტურში მართლა გეუბნებით ება რახაბუხის გარეშე რა ეს შეთანხმება რაც იყო შენ იყავი აქ დასახელებული ხო კანდიდატად მაჟორიტარების თბილისში ხო თუმცა ეგ ისე მოვინა აფრი გაწყვეტილი არ არის ხა მოვიდა რეპორტიორი გეკითხება რომ მეთქვა რომ არა ეხა ბუნებრივია ხა ხო რავი ეხა ველზე უნდა გახვიდე და იმუშაო თორე ეხა მაჟორიტარად დადგომა მაინდა-მაინც ეხა არავის არ სიამოვნებს ხო ბუნებრივია მე თუ ვიტყოდი რომ არ ვდგები და ეხა უარყოფა მოვახდინო მეორეს ხო იფიქრებს რომ ესმაო რატო არ მიდის ბრძოლაში ხო და თქვი და მართლა რომ გადაწყვეტილი 5 მე ჩემთვის ვფიქრობ 5 და რომელიღაცა იქნება იქ მზადხარ ანუ იბრძოლო საერთო მიზნებისთვის ერთიანი და ეს იქნება საერთო მე ვფიქრობ რაც არ უნდა გადაალაგოს ამ კაცმა ნუ არის ცხოვრებაში ვითარება ჩემო მიშა აგური რომ დაგეცეს შემთხვევით მართლა თავზე შემთხვევითობას ვერ დააბრალე ხო ვერც ერთი ჩემ თავზე ვიტყვი სხვა არ ასე თქვა არ ვაწყენიო ვინც არასწორ მანევრირებას გააკეთებს ოპოზიციურ ასე თქვა ორბიტაზე ხო ხანს ვერ დაარწმუნებს რომ ეს მისი წამსია და ამიტომ ახლა გამოდი იქი რასაც შესაუბრობთ იმიტომ რომ სხვა არჩევნებია და სასწორზე სხვა რამე დებს რა თორე ეხა იქ ვინც ვართ მე ხო ნახე კაცო ეხა 4-3 თვის როცა ჩარო და დავსხედით ჩალვასთან რა ხო იქ ეხა ერთმანეთს მართლა არ მიესალმა რამდენი პირველი დღე იყო აი ძალიან დაძაბული აი იგრძნობოდა ატმოსფერო იყო ნელფეხებადი რა ეხა წინა დღით დედას ვაგინებდით ერთმანეთს კაცო ეთერებში და უცბად აღმოსდეთ ერთ სივრცეში ყველა საერთოდ კი მახსოვს მეც ვიყავი მაგ დღეს ხო და ახლა აქედან გამომდინარე ეხა ეს გადაილახა უამრავი სირთულე და ეხა ვიღაცამ თქვას რომ იცი რა მე გადავიფიქრე და წავედი კი ბატონო ეხა გზა დაულოცავთ თუ რაც იქნება ყოველ შემთხვევაში მაგრამ ნუ ამორჩეველი ხმას აღარ მიცემს რა მოკლედ პრიორიტეტები ცხადი და ნათელი არის და არა კი ბატონო ის რომ დიდმა პარტიები უფრო ფლექსიბალ უნდა იყვნენ და უფრო მეტი დათო ეგ ეხლა ხო ნიშნულოვნად ვართ და ამაზე მეტად მე ვფიქრობ რომ ხო აი ჩვენი ამორჩევლებიც კი აქტივისტები განსაკუთრებით არ მიყოს ეს სიტყვა აქტიური ამორჩევლები რა ნაციონალურობას ყავს ეხლა Facebook-ზე აქტიური მე ვიძახი კორნაცებს ხო ანუ პირველ პლანზე რო არიან რა კარგი გაგეთ ვის დიდწილად დამსახურებაა რომ ბევრი სირთულე გადავლახე და არის ყავს ამორჩეველი ნაციონალურობას ჩუმი სხვათა შორის ნაციონალურობას ყავს ბევრი ჩუმი ამორჩეველი რაც არ უნდა არ დამიჯერო ხო რომელსაც შეიძლება დაბადების დღეზე მოხვედრილიყავი წლების წინ და როცა ოცნება ზენიტში იყო იქ ანუ ოცნებას იცავენ ნაცებს აგი 20 კაცი ხო 20-დან შეიძლება 5 ნაციონალი ყოფილიყო თუმცა ჩუმად იყო მაგრამ იქ ადუღებდნენ საარჩევნო ურნას ამა საიდან გავჩნდით ხო კი ნაციონალური მოძრაობის გამორჩევლები ახლა რო არსებობები ვიცი ბევრი არიან მორალური უპირატესობა ქონდა ოცნება სადაერხა ხო როცა მორალური უპირატესობა მთლიანად გაფანტა
ჰქონდათ იცი რა კითხვას დაგისვამ, რა კი ამ თემას შევეხეთ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების ნაწილს. შენი აზრით მან არის მნიშვნელოვანი ნაწილი არის მიშას პირადი იცი გავიზარდეთ მიშა მე მაგალითად საჭირო ჩავთვალე და ერთ-ერთი ვთქვი რომ მე 2008 წელს მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ხო მე ხა დასამალი არაფერი არ მაქვს მე თუ უფრო ვფიქრობ რომ რაღაც ახალი სტანდარტიც უნდა დაწესდეს და პარტიაში განახდა რა ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვნად იმიტომ რომ მიშა როდესაც პარტია ნაციონალური მოძრაობა შექმნა 2001 წელს გონი ხო 2 წელიწადში მოვიდა ხელისუფლებაში რა და მართლაც გამოკვეთილი ლიდერი იყო მაშინ და რჩება ახლა ხო რა თქმა უნდა ეხლა მაგრამ ეხლა ჩვენ 7 წელი 8 წელიწადია ოპოზიციაში ვართ სამწუხაროდ მიშა ფიზიკურად აქ არისო და ბევრი რაღაცა ჩვენით მართლა ჩვენი ხელი არაფერი არ დაკლებია რა და ამ 8 წელიწადში და ჩემის აზრით ოპოზიციური პარტია ყალიბდება ოპოზიციაში ზოგადად პარტია ყალიბდება ოპოზიციაში ბევრი ახალი ადამიანი მოვიდა ძალიან ბევრი ჩვენი მინუსი თუ კი რჩება და ეს აუცილებლად არის კიდევ უფრო ასე ვთქვათ გასაპლუსებელი რომ ხალხმა ბევრმა ვისაც წმენა ქონდა დაკარგული და ზოგი მოუაბრუნეთ ზოგი ზდობა ჯერ მოვიპოვეთ დავანახოთ და დაინახოთ მათ რომ ეს კიდევ უფრო განახლებულია და მე არ მოვერიდი და ვთქვი რომ მე 2008 წელს არ მივეცი მიშა სააკაშვილს ხმა საპრეზიდენტო არჩევნებს 2008 წელს მეტიც ვიყავი იქ სადაც ვიყავი მეთქი რა იპოდრომის დიდ ასე ვთქვათ აქციაზე წავედი გასაპროტესტებლად მაგრამ იქ მოსასმენად კი არ მივედი მე მართლა იმ განცდით მივედი რომ იქიდან დაიძვრებოდა ეს ხალხი სადაც ინაუგურაცია იყო რუსთაველზე იქ წავიდოდით მართლა ამით მივიდა რომ რატო მეკითხებია უსამართლობის განცდა მქონდა ეხლა მაგრამ ეხლა თავია პირველად როდესაც ეს ვთქვი აი ჩვენმა რაღაცა შევატყე სოციალურიაში ცოტა არ მოეწონათ რომ როგორც მაო შენ ხა ესე იგი არ იყავი მიშისტი არ ვიყავი ხა მართლა არ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი ხა კი რა არ მივეცი მეთქი ხმა და მე ინაუგურაციის ჩასაშლელად ვიყავი გამოსული ქუჩაში გაიყიდნენ ეხლა ფაქტია რაღაცა ამაღლებულზე იდგინა არ მინდა ეხლა ოცნებაში როა და იქ ხალხი მევნახე მოგეუბნები ნუ ეხლა არ ვიცი ბოლიპული იყო ის მთელი გზა თოვლი იდო გადატენილი და იქ მოსასმენად სიტყვის მოსასმენად ხალხი არ იყო მისული არც მე ხო არ გონია რომ ან რომელიღაცა მაშინდელი ოპოზიციის ან მეგობარი ან ახლა არც ეს არ ვიცნობდი უბრალოდ აი ესე უყურებდი ტელევიზორს და უსამართლობის განცდა დამეუფლო და წავედი ხო ეს იყო ყველა არ ვიცი ბებია ბაბუ არ ვიცი ხო ეს ბოლო კარაკულის შუბები და რაღაცები ნაკიდი რო ქონდა და რა ლენინი ისე გამოიღეს ისე იყო მოსული იყინებოდა ხალხი დედის გინება იყო როდესაც თქვენს რომ ვიშლებითო შემოტრიალების წერტილი სად იყო ნიკა ხო და გეუბნები ჯერეთის და დავწმუნდი გეტყვი დავწმუნდი რომ ანუ იქვე დავინახე რომ ოპოზიცია გაიყიდა რა კი ბატონო აი და ჩემს დავინახე ყოველ შემთხვევაში იმ წუთას თუ ვერ მივხვდი რამდენიმე დღის შემდეგ დავინახე იმიტომ რომ აბსოლუტურად სერიოზული დისონანსი იყო ანუ სხვა განწყობა იყო ამდენ ხალხს და სულ თბილისი იდგა იქ ხო რა რაიონიდან ჩამოსულა ვერავინ ვერ ჩამოიყვანა ვერავინ და თბილისი გამოვიდა მე მქონდა რა თქმა უნდა იმედი უკვე დავიწყე იუსტიციის სამინისტროში მუშაობა დაახლოებით 2011 წელს და 2010 წლის ადგილობრივ არა 2009-ში დავიწყე მუშაობა 2010 წლის არჩევნებზე თვითმმართველობის არ ვიყავი არ მივედი საერთოდ აი გიგის რო ირჩევდნენ რა მაშინ არ ვიყავი საერთოდ არჩევნებს და მე შიგნით ხედავდი ორ ნაციონალურ მოძრაობას რა და მქონდა მართლაც იმედი რასაც ეხა ყველა დარწმუნდა ნაციონალურ მოძრაობაში ანუ ხედავდი დიდ სერიოზულ პრობლემებს და ხედავდი ნათელ მხარესაც ეხლა რაღაცა რომ მომختارიყო მე უკვე ბოლოს დროს არ ვიყავ მას ჩართული ხა პოლიტიკაში ბუნებრივი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ვიყავი ხედავდი რომ მომختارიყო საოცრება და გაემარჯვებიან ნაციონალურ მოძრაობას და არაფერი ექსცესები არ მოყოლოდა რესურსო ჭუა ესალვათ რა 2012 აი ბოლოსკენ უკვე ნუ ეს აი გუნდი აღარ იყო ეს იყო გახლეჩილი იყო რეალურად რა ამიტომ არ ვიცი მე ხო პარადოქსია ხო მაგრამ ეხა ვარ ამ გუნდში იმ დღიდან როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა რა და ბევრია ჩემსავით ისა მიშა 100-ასობით ადამიანია ზოგი წინა პლანზე ზოგი უკანა პლანზე ზოგი შუაში და შესაბამისად ანუ მიშა რა თქმა უნდა ნებისმიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მაგრამ ეხა არაერთად მე მინახავს რომ შენ დაგიწერია Facebook-ზე რამე ისეთი რას მიშა საწინააღმდეგო ჩემის აზრით ეხა არ ვერიდები და ეს მიშას აი იმ ყველაფერმა რომ მიშაზე რაღაცას ანუ ვერ ეუბნებოდნენ თუ ასე შემდეგ ხო დატურის ასახური თუ ვინმეს გაუწია მიშას გაუწია თავის დროზე და არ ვიცი ის იმ ხალხის ნაწილი ხა როგორ შეიძლება ხა 12 დეპუტატი ერთ დღეში დგებოდეს და 9 წელიწადი რო ხარ ნაციონალური მოძრაობის წევრი უცხოელი ოცნების დეპუტატი ხო ანუ ესენი 2003-დან მოყოლებულები რაღაცა ნაწილი აღარ იყვნენ იდეით
მდგომარეობის გამო, პოპოების გამო იყვნენ, ხო? იდეით ვინც იყო კი დარჩა, ხო? რა არის იდეა? რა იდეა? ნაციონალური მოძრაობის იდეა რა იდეით მიდის ნაციონალური მოძრაობა 2020 წელს ძალიან ჩემის აზრით ეხლა ძალიან ცუდია რომ უკვე ეს ეგზისტენციალური გამოწვევა გვაქვს ეხლა მაგრამ კვლავ გვაქვს ალბათ მრავალი წელი ჯერ გვექნება სანამ მართლაც არ გავხდებით ორგანული ნაწილი რა დიდი ერთი ევროპული ოჯახისა და მეორე ნატოში არ გავწევრიანდებით ან უსაფრთხოების საკითხი როგორც ასეთი სულ იქნება მყიფე რა ჩვენი სახელმწიფოსთვის ჩემს აზრით დევს ძალიან მარტივი არჩევანი ან უკან მოკლედ საბჭოთა კავშირისკენ ჩვენ საბჭოთა კავშირი დავტოვეთ მაგრამ პოსტსაბჭოთა ეპოქაში ვართ რა შუაში ვართ აი ახლა ცივილიზებული სამყარო საბჭოთა კავშირი უკან მოვიტოვეთ რომლის რესტავრაცია უნდა პუტინს და არც მალავს კი იცი მაგრამ ვართ პოსტსაბჭოთა ეპოქაში რა შეგვიძლია როგორც წინ აღმოჩნდეთ ასევე უკან არ არის ესე? ესეა. ხო. ამიტომ ეს არის ეგზისტენციალური გამოწვევა რა და ვფიქრობ რომ ჯერ აი წინ უნდა გადავდგათ ყველანაირად ნაბიჯი და ნათელი უნდა იყოს და ეს რეფერენდუმი ასეთი იქნება წელს ან დასავლეთი პროგრესირებული ან იაროსლავი. ტომსკი შინიკი იყო საფეხბურთო გუნდი არ თამაშობდა ცუფეხბურთს. ვოლგოგრადის როტორი. როტორიც ვერეცენიკოვი რო იყო. ვერეცენიკოვიც მახსოვს. ვახ, კარგი, მადლობა ნიკა, გასაგებია ყველაფერი. მე გეტყვი რა მომწონდა ნაციონალურ მოძრაობაში, აი იცი რა იყო, კარგი? საღამოს 7-ის მერე რო სახელმწიფო სტრუქტურებში სინათლე ენთო და ხალხი მუშაობდა ჯერ კიდევ რა. ეგ მართლა იშვიათი სანახავია მსოფლიოში. ხო, საჯარო. ეგრე ანთებული საჯარო მოხელეები იყო სამსახურში გვიანობამდე შედიან და მუშაობდნენ. საჯარო მოხელეები ხო ვიყავ 2000 მაქსულის კვეთების დაყენება არის რა აქვს მაგას ღირებული. სველ წერტილში მე არ მახსოვს ტელეფონის გარეშე შევსულიყავი რა. რატო? ჯույტო ვიღაცას დაერიკა რაღაცა მოხდა რომ გეპასუხა. ნებისმიერ დროს რა. სახში რო იყავი კაც მაშინ. შაბათი უყირა ანუ და დღეს რა ხდება რა როგორც აი მეტროდან ისე გამოდის ხალხი ხო როგორც კი გახდება 7:30 იმიტომ რომ იქ განცდა გქონდა რა ჩვენ საკუთრების განცდა გქონდა ის იუსტიციის სახე ხა რო ჩამოდიოდა ვიღაცა უცხოელი ხო ექსპერტი და რო დავათვალიერებიებდით იუსტიციის სახეს აი რა ვიცი როგორც სახში ახალ გარემონტებულ არ ვიცი სახს რო დაათვალიერებიებ ისე ვათვალიერებიებდით და მე უბრალოდ არ მჯერა რომ ეს განცდა აქვს დღეს ანუ ახლანდელ მაღალ ჩინოსთან საჯარო სამსახურში და ეს განცდა რომ დაიკარგა და ცუდი გაგებით როგორც გერს, ცუდი გაგებით გერს ასე ეპყრობა ხო ყველა პროექტს ყველაფერზე აისახება რა არც გერს არ უნდა მოეპყროს ეგრე მე ცუდი გაგებით მეთქი როგორც ქვეყანაზე ექცევა არა ცუდი გაგებით მეთქი მაგედმო თორე ხა მეც ყავს და ბავშვი ნაკლებად არ მიყვას ხო ჩემი ბავშვია ჩათვალე ხო მაგრამ ეს დაიკარგა ამათ პირობებში. შეხედეთ რა, ახლა 7:30 მეტროს მატნისა შემოდგება რომ მოადგება და ესკალატორით რომ ამოდიან, ხო ერთბაშად ამოდიან, ხო დადექით ეგრე მიდით ახლა ნებისმიერ სამინისტროს და 7:30 რომ მოვა დაინახეთ და გამორბის ხალხი, ხო? შეიძლება რა ხდება, იცი? შეიძლება ესენი ასწრებენ. თქვენ ვერ ასწრებთ. ეგეც არის. 7-მდე ვერ ასწრებთ. ესე ასწრებენ. არ არის ეგრეც არ არის. მოკეთ სამდე ეგრე იყოს და ეგრე იყოს ხო, მაგრამ არ არის ეგრე. ბოლო ეხა ეს გადაცემა, ეგ ფორმატი შენ. ნახოთ იუმორისტულია, ნახოთ პოლიტიკური რატომ შეიძლება არა მაგრამ რა მოწონს იცი ხანდახან მოდუნდებიან ხოლმე ავსტრიები და კარგ რაღაცებს ლაპარაკობდნენ ისე რო არის შეიძლება ხო იცი ხა ანუ რაღაცა შენი აზრით იღადაო და უცხოშია პოლიტიკური სააგენტოები რამდენიმე რაღაცა IPN-ზე დაამხეს ეხა მაგალითად ცედოზე ამბავს მაგრამ ეხა მე ასაც ვილაპარაკე 99% ვილაპარაკე მე მგონი ყველაფერი იუმორის მიღმა რა კი მეც ასე მგონია რა აქ თავარი არის ნაღდი უნდა ვილაპარაკოთ რა და ეხა ხუმრობა თუ გამოგვივა მაგას რა არის როგორც ამოვიდგინე ეხა აი როგორ უნდა მიცეთ ხახდო ხმა აი იმ გუნდს რომელიც ეხა გამოდის იმ წარ ლიდერი და ამბობს რომ ეხა ნაციონალურ მოძრაობამ ცემა კუპრავაო რა ხო просто დაავიწყდა თუ იმ თავისი ამოჭამაო რა ვიღაც აინტერესებდა რომ აქტუალიზაცია რომ მოხდარიყო აქტუალიზება ეგ მართლა ისეთი რამე არის რა ეგეთი განცხადება არ შეიძლება აი იმასაც რო ეთქვა ახალად ასე თქვა დაბადებულ ქართული ოცნების ლიდერს კიდე ხო აი ისეთ მიუღებელი რაღაცა კაცი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში ხარ გიორგი ხარ ვოლსკი ხარ აი როგორ აკეთე შვილი ყავს აი ესე იგი ტიპმა
ეხლა გავგეგმეთ და ბოთლები ღვინის ურტყით ზვიად უბრალოდ უბედურება არის რომ ვიღაცებს ეს ჯერა ისევე როგორც ჯერა რომ ჩვენ რუსებზე მუშაობთ ნაციონალ-მოძრაობა. ან ვიღაცები არიან ეხლა ესეთი ადამიანები ვისაც ჯერათ რომ კი კაცო, კი ის არის რა ქვია 6% იყო რომ ქართული ოცნება არის ოპოზიციაო იძახდა. ეგ ეხლა ნუ რას იზავ. არიან ადამიანები რომლებსაც ცოტა უცნაური რაღაცეების წამთ რა მათ შორის ბევრი რამის. მაგრამ მე მაინც გონია რომ დემოკრატიის რწმენა რა არის რა რომ დემოკრატიის რწმენა არის ის რომ გონიერი და პატრიოტანი ადამიანები მაინც უმრავლესობა არიან რა. ან უმრავლესობა არიან რომლებსაც აწყობთ რომ გონიერი და პატრიოტანი ადამიანები წარმოადგენდნენ მათ. ცუდი რა არის და აი აქ არის შეხიდება რა საჭირო. აი ეს არაგონიერი რბილად რო თქვა ისევ და ასე თქვათ არაწესიერი ადამიანები არიან იმ პოზიციაში დღეს რომლებიც ძალადობენ რა ბევრ წესიერზე. აი მაგალითად ახლა სკოლაში ხო ეხლა ყველას ხო ვერ მოთხოვდი რომ ყოფილიყო რაღაც საკუთარ თავსაც ვერ იცავდა, მაგრამ იმიტომ რომ ვიღაცა ანუ მოძველ ბიჭო ელემენტი იყო შეიძლება მე მახსოვს ის დრო ხო ეხლა კამრებს და ბოტასებს ხდიდნენ და ჯინსებს ხდიდნენ ჩემი სახლის სადაც დავიბადე და გავიზარდე ტექნიკუმი ერქვა თოიძის სახელობის. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ხალხი სწავლობდა რა იქ ზოგი ხელობას. თოიძეს და მე მავსწავლობდი 42 სკოლაში. ხო, მე 47-ს ჩაიკოვსკის ხუთი ახლა წავედი 52-ას. კი, ვეკუას. ესე იგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი. ფიზიკა, მათემატიკოსი იყო. ხო, იქვე ხო იყო თოიძე, წამოვიდა. მაგრამ დაინგრა მე ქვეყანა და ზარჩა გვერდზე ფიზიკაც და მათემატიკაც. არა, ამასო, ეცე. სინტრეთ, მაშინ ბავშვი ვიყავე, სინტრეთ ნაშოვნ რაღაცა ორკაპიკს ერთმანეთს მიადებდნენ და შვილს გამოუშვებდნენ სასწავლებლად და ჯინსებს და ბოტასებს ხდიდნენ ხალხო. თავისუფლების მეტროდან რო ამოუხვევდით, ზევი ხო? თუ ამოაღწევდით ჭონქაძეს ქუჩამდე უნდა ამოგვიდო, ბედნიერი იყავი რა. კი, რამდენიმე ბლოკპოსტი უნდა გაგევლო ძველი ბიჭების. არა, ნუ ძველი ბიჭები, ცუდი კრიმინალები, ჩვეულებრივი ამბავია და წარმოვიდგინეთ, დღეს უბრალოდ მეტამორფოზა განიცადეს, უბრალოდ ესეთი ტიპები ფულიანი ტიპები არიან, თანამდებობებზე არიან. და ნუ ან პოლიციაშიც კი არიან, რომლებიც ვიღაცას იტაცებენ და მე კრიმინალებს აძლევენ და კლავენ. რუსთავში რომ მოხდა? კი, მოხდა. ამას უნდა შველა, მიშა, თორე ბევრი წესიერი ადამიანი ცხოვრობს, უბრალოდ სამწუხაროდ ამ ბევრთაგან ბევრს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია რა. ამიტომ არის სწორი სისტემა რა. ადამიანობა ეგ არის, მე სოლიდარობა არის რა, ადამიანობა და ერთად დგომა არის და ის არის. ეგ ჭირდება რომ განვამტკიცოთ რა. იმიტომ რომ ცალკე სისტემის წინაშე ყველა დაუცველი ვართ რა, მეც და შენც და ხაზარაძეც და მე რაც მოვყევი რა ეს ამბავი, ხო, ბავშვობიდან, ხო? ეხლა მივხვდით იმის რომ ჩვენ დროს ნაციონალურ ხელისუფლებაში იყო ბევრი მაგრად შეგვეშალა, ხო, მათ შორის მარსაჯულების საკითხში და ასე შემდეგ სფეროში და მიმართულებით. ეხლა ძალიან ბევრს ეს ხო ახსოვს. და მე ახსოვს რომ ეს აღარ იყო რა. მე რო ბავშვი ვიყავ პირველ საათზე ცხოვრობდი, სიამაყის განცდა როგორც ასე ახალგაზრდა ბიჭ, მაშინ როცა მეუფლებოდა, იცი, როცა ოჯახში მამასთან მოვიდოდა სტუმარი და მანქანას ფანჯეთო დააყენებდა და ისე წავიდოდა რომ არ გაუტეხავდნენ. ესე იგი უბანმა პატივი მცამეთქი. ეს დამოიდგენ, ეს არ უნდა მოხდეს. აი, ყოველ 20 წუთში ერთხელ ხო იცი, ნიკა გადახედე მანქანას. ეს ფრაზა ხო გახსოვს? კი, როგორ არ მოხსოვს, მახსოვს. ხო და ანუ ეხლა ეს ხალხი ხო ცხოვრობდა, დღესაც ცხოვრობს და ეხლა ის რო აღარ იყო ის პრობლემა 2003-2012 ანუ 100,000 მოქალაქე მიცის და ნაციონალურ მოძრაობას ამიტომ მოწონს ბევრს. ახალი გამოწვევები აქვს ქვეყანას რა და მე ვფიქრობ ახალი გამოწვევებისკენ, ახალ გამოწვევებს უნდა გავუსწოროთ თვალე და წავიდეთ წინ რა შევხედოთ. უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანის უფლებებს. ეს იქნება ჩემი რჩევა ნაციონალურ მოძრაობასთან. აა მივარტყით მაგრად წვირი რა საკუთარი შანსი არ არის. კი, კარგია ადამიანები რომლებიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. აა მორიცხულია ეხა ოქრო ხალხია ჩემი აზრით. ეხა ეს ჩვენ ქვეყანაში რატომღაც ესე დამკვიდრდა და ასე ჯერა არც ისე ცოტას რომ თუ ხელისუფლებაში იყავი აღარ უნდა მოხვიდე. არა და სინამდვილეში ეხა დასავლურ დემოკრატიაში ხო ხელისუფლებაში ნამყოფი ძალა კაპიტალია ანუ იცი კარგი რაც გააკეთე კიდევ უფრო კარგად რო გააკეთო და იდიოტობა სადაც გააკეთე ის იდიოტობა აღარ გააკეთო. მაგრამ არის მე ვაცნობე რომ კატეგორია რომელსაც ვარწმუნოთ რომ აღარ გავაკეთებთ, მაგრამ არის და დარჩება არჩევნებამდე კატეგორია საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც არ დაგვიჯერებენ ჩვენ მანამ სანამ არ მოვალთ ხელისუფლებაში, არ
დავიწყეთ მუშაობას და არ დავანახებთ რომ მართლა არ ვაკეთებთ იმას რაც მაგას არ ევასებოდა. მე სამოქალაქო საზოგადოების სახელით შემიძლია დავდო პირობა რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში თქვენ იქნებით ქართული ოცნება თუ ვინმე სხვა ჩვენ ხელებში გიყურებთ რომ არაფერი ზედმეტი არ გავატაროთ და არ გავაყაროთ. რაც არ იყავით ეგეთი ძლიერები წინა წლებში ხო ეხა ხარ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნიკა წარმატებები ყველა კარგ საქმეში.